როგორ გავრიცხოთ მოტოციკლეტი სწორად, ისე რომ არაფერი არ დაუზიანოთ მას, როდესაც მოტოციკლეტს ვრეცხავთ, წყლის ჭავლი მისგან შორს დავიჭიროთ. საუბარი მოხს მოცემულ შემთხვევაში, თუ მას ვრეცხავთ წყლის თოფით. ძალიან ხშირად შემხვედრია სურათი, რომ ადამიანი ჯაჭვს ძალიან ახლოდან რეცხავდა წყლის ჭავლით. ჯაჭვებში ჩვენ გვაქვს პატარ-პატარა სალნიკები, ჩოვალოები ქართულად, რომლის დაზიანებაც ძალიან მარტივად შეუძლია ძლიერი ნაკადით მოხვედრილ წყალს. ასევე ყოველთვის მოარიდე მაღალი წნევის წყალი შენი ძრავის პრაგლატკებს და მიარეცხავ ძალიან ახლოდან ძრავს, იმიტომ რომ შეიძლება ეგ პრაგლატკების დააზიანო. ასევე ყოველთვის მოარიდე წყალი ელექტროგაყვანილობა შენს მოტოციკლეტზე, თორე შეიძლება გარიცხვის შემდეგ შენი მოტოციკლეტი საერთოდ არ დაიქოქოს, ან რაიმე პრობლემა აიგიდოს. ვიდეოში ნაჩვენები მოტოციკლეტი იყიდება და ვინმე თუ ხართ დაინტერესებული, აი ამ მოტოციკლეტის შეძენით მომწერეთ პირადში. მშვიდობიანი გზა ყველას.